რომ ირაკლი კობახიძის მიერ ზეპირ სიტყვიერად გამოხატული სურვილი, რომ ის მზადაა ბრიუსელში ჩავიდეს, თუ კი მას პარტნიორები დაელაპარაკებიან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და საპირისპირო იმ პოლიტიკისა, რომელსაც ირაკლი კობახიძე ბოლო წლების განმავლობაში მის გუნდთან ერთად აწარმოებს ქვეყნის შიგნით, რადგან პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ თავად ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ პოლიტიკური კონტაქტები გაეწყვიტა დასავლეთს ქართულ ოცნებასთან და შესაბამისად ის ახლაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდეს, ყველაფერს აკეთებს ასევე იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს აღარ ჰქონდეთ. ის დილემები კი, რომელსაც საზოგადოებას თავაზობს ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის თქმით არის ცრუ დილემები, რადგან რეალურად უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის დასავლეთს აქვს მოთხოვნა, რომ საქართველოში იყოს დემოკრატიული მმართველობა, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული და ამისთვის საჭიროა კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დაცვა, რასაც ეწინააღმდეგება ქართული ოცნება და დღეს კობახიძის განცხადებებში მათ ასევე ასეთი რამ ამოიკითხეს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ქართულ ოცნებას სურდეს კონტაქტები დასავლეთთან, არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება შესაძლო წარუმატებლობის შემთხვევაში, თუ კი უვიზო რეჟიმი მართლაც გაუქმდება, რადგან ამის შემდგომ ბუნებრივია მას დაეკისრება პასუხისმგებლობა და ამის თავიდან ასარიდებლად მას სურს, რომ რაღაც ტიპის კომუნიკაცია მას დასავლეთთან კონდეს შენარჩუნებული. კობახიძემ ასე თუ გააგრძელა ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ირაკლი კობახიძე, რომელიც ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩევა, ჩვენს მეგობრებს, აი ესეთი აღვირახსნილი ანტიევროპული კამპანიით პასუხობს, ელჩებს თავს ესხმის, სახელმწიფოებს თავს ესხმის და სერიოზულად აღიქვას მისი განცხადება ევროპულმა რომელიმე სერიოზულმა ქვეყანამ. ლეგიტიმაციის მიღებით კი არ არის დაინტერესებული, მაქსიმალურად ცდილობს მინიმიზებას იმ ზიანის, იმ საფრთხის, რომელიც შიდა პოლიტიკურ ამბებში ელოდება ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებით ირაკლი კობახიძეს. თუ ქართული ოცნების წარმომადგენლობა და მათ მიერ გაჟღერებული პოზიციები იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი და თუ ისინი რეალურად გადადგამენ ნაბიჯებს იმისაკენ, რომ ქვეყანა გახდეს სრულფასოვანი წევრი ევროპული ოჯახის, ამას ევროპელი პარტნიორები დაინახავენ, მაგრამ ერთის მხრივ ყოველდღიურად ლანძღო ევროპელი პარტნიორები შეთქმულების თეორიებში გადაეშვა და დეზინფორმაციით და პროპაგანდით კვებო საზოგადოება, მეორეს მხრივ მათი მხრიდან ცხადია, ეს არ იქნება აღქმული იმათ, რომ რეალურად ქართულ ოცნებას სურს ჩვენი ქვეყნის ევროპული მიმართულებით წასვლა. რა თქმა უნდა, კობახიძეს და მთლიანად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა არის პრაქტიკულად მათი მაქსიმუმი. დასავლეთი, რასაც თხოვს, კი არ თხოვს, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის მისწრაფება და სურვილი, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი. ისინი ჩვენგან ელოდებიან, რომ ჩვენც ევროპული დემოკრატიული ღირებულებები ცხოვრობდეთ, იყოს კანონის უზენაესობა, როდესაც სამართალი თანაბარია ყველასათვის და იყოს ადამიანის უფლებები დაცული. სულ არ არსებობდეს ევროპა. ჩვენთვის კარგი არ არის საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის, რომ ჩვენთან იყოს დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. ამ შესაძლებლობას ართმევს კობახიძე და დანარჩენი ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფება ჩვენს ხალხს და საქართველოს. ასე ეხმაურებიან პოლიტიკოსები ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ბრიფინგზე და შემდგომ კითხვა-პასუხის დროს ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ კი გაესაუბრებიან მას ევროპელი პარტნიორები, ის მზად არის დღესვე გამართოს ამ ტიპის შეხვედრები მათთან ბრიუსელში და რეალურად ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს და ქართულ ოცნებას აწუხებს, რომ დასავლური სახელმწიფოები მას ამ დრომდე არ აღიარებენ. მას ასევე აწუხებს შტატებთან ურთიერთობის ვერ დალაგება, გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი თვის განმავლობაში ურთიერთობა დადებითად თუ პოზიტიურად არ წარმართულა ოცნებასა და ახალ ადმინისტრაციას შორის, თუმცა ამ ურთიერთობების გასდასატვირთად და მათთან შესახვედრად ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები უნდა მოიხსნას. ეს არის პირობა, რომელსაც უყენებს ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის გუნდი.